90-იან წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის უმაღლესი განათლების სისტემას. და ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური ნაბიჯები, პრინციპული ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განსხვავებული უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც იქნება თანხვედრაში თანამედროვე სტანდარტებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ საზოგადოებას განათლების რეფორმის კონცეფცია წარუდგინა. მისი განცხადებით აუცილებელია, რომ საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან. პრემიერმა განათლების სისტემაში არსებულ 7 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები, რასაც დღეს გვინდა ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო და აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იღალთოს და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. პრემიერმა განათლების სისტემის უმთავრეს გამოწვევად დაასახელა აკადემიური რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა. ასევე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა უსისტემო საკადრო პოლიტიკა. ის რომ დღეს საქართველოში 64 უნივერსიტეტია, ეს ციფრი საკმაოდ დიდი არის, თუმცა რა თქმა უნდა თითოეული უნივერსიტეტს აქვს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი საქმიანობის და ისინი გააგრძელებენ ამ საქმიანობას. ამ 64-დან 19 არის სახელმწიფო და 45 არის კერძო უნივერსიტეტი. ჩვენი მასშტაბის, ანუ მოსახლეობის რაოდენობის ქვეყნებისთვის ბევრად ნაკლები რაოდენობის უნივერსიტეტები არის დამახასიათებელი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები უზრუნველყოფილი იყოს იმ ხარისხით, რომელიც იმ კვალიფიკაციას ადასტურებს, რაც ამ დიპლომში არის ჩაწერილი. პროფესორ მასწავლებლებთან დაკავშირებული საკითხი. დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც პროფესორ მასწავლებლები ძირითადად რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლიან. რატო დგას ეს საჭიროება? იმიტომ რომ თითო უნივერსიტეტში, სადაც ისინი ასწავლიან, ანაზღაურება იმდენად შეუსაბამოა იმასთან, რაც წესით უნდა იყოს, მათი შრომის დასაფასებლად, რომ მათ უწევთ რამდენიმე ადგილას სასწავლო პროცესის წარმართვა იმისთვის, რომ საერთო ჯამში რაღაც გარკვეული ანაზღაურება მიიღონ, რომელიც მათთვის მეტნაკლებად მისაღები არის. პროფესორი არის კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტზე. მას აქვს მკვეთრად განსაზღვრული ფუნქციები. მას აქვს კონკრეტული დავალებები, რომ მაგალითად შეიმუშაოს სახელმძღვანელო, წელიწადში ამდენი სტატია მოამზადოს და გამოაქვეყნოს, ჩართული იყოს სამეცნიერო კვლევით საქმიანობებში და იქ სტუდენტების ჩართულობა უზრუნველყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ეს არ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ხარისხზე საუბარი შეუძლებელი იქნება. სრულ პროფესორს არ უნდა ჰქონდეს 10,000 ლარზე ნაკლები ხელფასი. ასევე მას უნდა ჰქონდეს ერთგვარი ბონუსური სისტემა იმ დამატებითი საქმიანობებთან დაკავშირებით, რაც სახელმძღვანელოების შემუშავებას, სტატიების მომზადებას და გამოქვეყნებას, სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობას, ეს იქნება კვლევითი თუ სხვა, ამასთან დაკავშირებული იქნება, რაც რა თქმა უნდა, მას ინტერესსაც გაუზდის და ის თავისუფლად მთელ თავის დროს და თავის რესურსს მიუძღვნის კონკრეტული უნივერსიტეტის მიმართულებით საქმიანობას. პრობლემას წარმოადგენს ზუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. დღეს ფაქტიურად კონკურენცია არ არის უმაღლეს სასწავლებლებში ადგილის მოპოვებაზე. წელს მაგალითად 37,000 აბიტურიენტი ყავდა და 64 უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 45,000 ადგილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილების რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე კონკრეტული განცხადებლების, ანუ აბიტურიენტების, ვისაც უნდა რომ მოიპოვოს ადგილები. რა თქმა უნდა, ეს აქვეითებს კონკურენციას. მეთი და იგივე ფაკულტეტები არის ძალიან ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომ მე თუ ვარ აბიტურიენტი და
ყველა იმ სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოვხაზავ და განაცხადის დროს, სადაც ის ფაკულტეტი არის, რომელიც ჩემთვის სასურველი არის და შემდგომში არ ჩავიჭრები გამოცდებში და მინიმალურ ქულებს ავიღებ, მე დიდი ალბათობით რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდები და მოვიპოვებ ადგილს. ფაქტიურად უშრომელად ძალიან დაბალი ცოდნის ხარისხით მოვიპოვე უმაღლეს სასწავლებელში პოზიცია და შესაბამის ადგილი და ეს რა თქმა უნდა კონკურენციას აგდებს. სახელმწიფო დაკვეთა, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ პროფესიებზე, რამდენი პოზიცია გამოვაცხადოთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, გარკვეულ მიმართულებებზე ადგილების სადაც ჭარბი რაოდენობის უკვე კურსდამთავრებული ყავს, ადგილების რაოდენობა შემცირდება, მაგრამ გარკვეულ მიმართულებებზე, სადაც დეფიციტი არსებობს და მოთხოვნა მაღალი არის კონკრეტულ პროფესიებზე, შეიძლება ადგილების რაოდენობა გაიზარდოს. მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოგვარდეს გაუმართავი დაფინანსების სისტემა და სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა. რეფორმის კონცეფცია ორიენტირებული უნდა იყოს უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე. ასევე აუცილებელია რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება. როდესაც ვსაუბრობთ დისბალანსზე, დღეს ფაქტიურად 85%-ზე მეტი სტუდენტების არის კონცენტრირებული დედაქალაქში და მხოლოდ 15% არის ქუთაისსა და სხვა რეგიონებში. მაშინ, როდესაც პროპორცია უნდა იყოს მეტნაკლებად დაცული. მათი ცოდნის გამოყენება, მათ მიერ მიღებული განათლება სწორედ მუნიციპალიტეტების და ქალაქების გასაძლიერებლად არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი, როგორც ტრადიციული განათლების კერა, გელათის აკადემიიდან მოყოლებული და ყოველთვის ქუთაისი ითვლებოდა ერთ-ერთ ცენტრად უმაღლესი სასწავლებლების, გახდეს მეორე ასე ვთქვათ, ცენტრი უმაღლესი განათლების ჰაბი. აქვე არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ 5 რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არის თელავის, გორის, ახალციხის, ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტები. ამ უნივერსიტეტებს ექნებათ ვიწრო პროფილური დატვირთვა, ეს იქნება აგრარული სექტორი და პედაგოგიური, ძირითადად რაზეც ვიცით, რომ არის გაზრდილი მოთხოვნილება და რა თქმა უნდა ამ უნივერსიტეტების ბაზაზე კიდევ დამატებით პროფესიული სასწავლებლები მოქმედებენ, რომელიც ასევე კონკრეტული პროფესიების მიმართულებით, უნარების განვითარების თვალსაზრისით აქტუალური და მნიშვნელოვანი არის ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც გადაწყვეტს, რომ არა უმაღლესის მიმართულებით წავიდეს, არამედ პროფესიული განათლებით. დაფინანსების კუთხით ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ სახელმწიფომ სრულად უნდა იყოს თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა, ეს არის მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს დაკვეთაზე ორიენტირებული დაფინანსება. ზოგ უნივერსიტეტს შეიძლება ეს დაფინანსება უფრო მეტი კონდეს, იმიტომ რომ იქ კონკრეტული მიმართულებით ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე პროფილურად უფრო მეტი კადრის გადამზადებაა საჭირო და მეტი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის წარმოებაა საჭირო, სადღაც უფრო ნაკლებ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქ ჩვენ გვაქვს ხედვა იმისა, რომ როგორც რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა უნდა გავაძლიეროთ და აქ კითხვის ნიშანი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვიწრო პროფილური დატვირთვა ექნებათ, მათი გაძლიერება ყოველწლიურად უნდა მიმდინარეობდეს. პარალელურ რეჟიმში ორი ცენტრი, თბილისი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში ინფრასტრუქტურულად უნდა გაძლიერდეს და თუ ქუთაისში მაგალითად იქ კიდევ დამატებით ინფრასტრუქტურა მოეწყება, განსაკუთრებით ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე და მის ტერიტორიაზე, თბილისის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი ხედვა, რომ თბილისსა და რუსთავის შორის ტერიტორიაზე უფრო რუსთავისთან ახლოს და ეს ტერიტორია ფაქტიურად უკვე განსაზღვრული არის, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელოს სრულიად ახალი თანამედროვე სასწავლო კამპუსების მშენებლობა, ასევე საერთო საცხოვრებლების მშენებლობა, რომელიც იქნება უმაღლესი სტანდარტის, მაგრამ იაფად ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის და ასევე იმ რეკრეაციული სივრცეების, სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტუდენტური ცხოვრების სრულფასოვნება იქნეს იქ უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია გამონაკლისი სპეციალობების გარდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი მაგისტრატურას. ამასთან განათლების სამინისტრო მუშაობს რეფორმაზე, რომლის თანახმადაც სკოლები 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ.
ასევე რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას და ორივე მიმართულებით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა კონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. 3 წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის, რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი, სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში არის შესაძლებელი 3 წელიწადში ბაკალავრიატის ტონის განათლების მიღება და 1 წელიწადში მაგისტრატურის ტონის განათლების მიღება. ასევე წინ გავუსწრებ მოვლენებს, ცოტა ხანში გეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო. სახელმწიფო უფრო მკაცრად იზრუნებს სასწავლო პროგრამების შინაარსისა და ხარისხის მოწესრიგებაზე. ასევე მოწესრიგდება პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურების სისტემა. პროფესორ-მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ის მაღალი ხელფასი, რომელიც მათ დაამაგრებს კონკრეტულ უნივერსიტეტებთან და არ მისცემს საშუალებას, რომ რამდენიმე ადგილას ასე ვთქვათ, გადაადგილდნენ აი ამ სასწავლო პროცესში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია კონცენტრირება მათი ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტთან. ეს, რა თქმა უნდა, არის ის პრინციპი, რომელიც კონცეფციაში გამოკვეთილად არის მითითებული და რეფორმის შემადგენელი ნაწილი იქნება. რამდენად გვაქვს რესურსი პროფესორ-მასწავლებლების, რომ არის თუ არა საკმარის რაოდენობა, ან თუ არ იქნება ამ შემთხვევაში რა ხდება? გარკვეული დარგების მიხედვით ჩვენ შეიძლება შეგვექმნას საჭიროება აკადემიური პერსონალის, თუმცა აქაც კონცეფცია თავის ხედვას გვიჩვენებს და ეს არის რეალობა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია უცხოეთიდან მოვიწვიოთ კონკრეტული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები. ისინი ჩართული იქნებიან არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ ისინი გაზრდიან იმ კადრებს, რომლებიც გადაიბარებენ ამ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას სამომავლოდ, აღზრდიან კადრებს, რომლებიც შემდგომში უკვე მათ ჩაანაცვლებენ და უკვე ადგილზე გვეყოლება ის კადრები, რომლებიც აი ამ დეფიციტურ მიმართულებებს შეავსებენ. თუმცა ამ რეფორმისა და მნიშვნელობის აუცილებლობის პარალელურად ქვეყანაში არსებობს ძალა, რომელიც განათლების სისტემის სწორ ჩამოყალიბებასა და რეფორმას ეწინააღმდეგება. როგორც ყველა მნიშვნელოვან პროექტსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიას, ამასაც რუსული შეარქვეს და აქციაც გამართეს. ჩვენ სამინისტროსთან მისულ ადამიანებს ვკითხეთ კონკრეტულად რა იყო ამ პროექტში მათთვის მიუღებელი და მით უფრო რუსული. თუმცა როგორც ნებისმიერ მართულ აქციაზე, აქაც უმრავლესობას პასუხი არ აქვს. რა არის ამ განათლების უმაღლეს განათლების რეფორმაში კონკრეტულად ერთი რაღაც, რაც რუსული? არ მინდა ჩაწერო ეს რა. არ გინდა თუ კითხვებზე პასუხი? კითხვებზე პასუხი არა. თავიდან ბოლომდე რუსულია, კონკრეტულად? თავიდან ბოლომდე რუსულია. რა არის ამ რეფორმაში საქმე კონკრეტულად? არ არის და თქვენ არ გაგცემთ არაფერზე პასუხი. მოვედი აქ რეფორმის გასაპროტესტებლად, სიმართლე გითხრათ, აქ ვინ რას უწოდებს არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია რომ კარგს არაფერს მოუტანს ეს ჩვენს განათლების სისტემას. კონკრეტულად რა არის ამ რეფორმაში რუსული? ბუდიში რუსული? აი ხო მოხვედით ამ რეფორმას? მოვედით რუსული რეფორმისთვის. ესე სადმე გამოვაცხადეთ? ანუ ესე გამოვაცხადეთ. არ იცით რა აქციას ესწრები? მე არ ვიცი რა აქციას ვესწრები. დიახ. კაი, მე მოგიყვებით მაგალითად 23 წლიდან ზუსტად იგივე როგორ დაიწყო რუსეთში გინდათ, მოგიყვეთ რადიო თავისუფლებასა გუზარმაზარი სიუჟეტი. ამ რეფორმაში რა არის? თავისუფლებას აქვს უზარმაზარი სიუჟეტი და შეგიძლიათ შემიძლია დაგილინკოთ, შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ, ორ წუთში ამას შეგიძლიათ. რაც შეეხება უკვე ბადაღებულ მათ ფრაზებს, რომ ყველაფერს ცდილობენ, რომ რაღაც რუსული იარლიყი მოუძებნონ, თვითონაც ვერ ხსნიან და ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც წინა შემთხვევებში კანონმდებლობასთან იქნებოდა თუ სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ისინი ამას ვერასდროს ვერ ხსნიდნენ და ვერ ასაბუთებდნენ, იმიტომ რომ ბუნებაში არაფერი რუსული აქ არ იყო, აქ არის ეროვნულ ინტერესებზე საუბარი, საზოგადოების ინტერესებზე და ქვეყნის ინტერესებზე საუბარი და ეს არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი მათი სტრატეგია. თქვენ თვითონვე ნახეთ, რომ ამ ადამიანებს
არანაირი ახსნა არ ქონდათ, ზოგმა მართლაც არ იცოდა რისთვის იყო მოსული და ის მცირე ჯგუფი ადამიანების, რომელიც შეიკრიბა, ერთადერთი ბოლოში რაც თქვეს, რომ ეს რეფორმა რაც დაანონსდა არის რუსული, მაგრამ თვითონაც ვერ თქვეს, რატომ არის რუსული და ამ დღეების განმავლობაში თუ კი რამეზე ვისმენთ პოლემიკას, ძირითადად ეს არის იმაზე, რომ რატომ უნდა გახდეს სკოლა 11 წლიანი, როდესაც არის 12 წლიანი, ასევე манипуლირებენ, რომ თითქოს ეს ბოლონიის პროცესთან წინააღმდეგობაში მოდის და არანაირად არ მოდის. არის ევროპაში რიგი ქვეყნები, სადაც 13 წელი არის სასკოლო სწავლება. მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არ ვასწავლით 13 წელიწადს და რატომ ვასწავლით 12 წელიწადს. ანუ იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, რომ თვითონვე არის, ესე ვთქვათ, საკუთარ განცხადებებში თვითონვე იკარგებიან და თვითონვე იხლართებიან. ამიტომ მოცემულობა არის ერთი, რომ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება იმ პროცესების დამაზიანებლად, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე. როგორც პრეზენტაციაზე მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა აღნიშნეს, სამთავრობო გუნდი მობილიზებულია, რათა განათლების რეფორმის კონცეფციის თითოეული ამოცანა პირნათლად შესრულდეს. რათა საბოლოოდ განათლების რეფორმამ სწორი მიმართულება მიიღოს და მისი ამოცანა იყოს გაზარდოს თაობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე. საბოლოოდ რა შედეგამდე მიგვიყვანს, როგორ პროფესიონალებს გაზრდის და როგორ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს ეს ახალი რეფორმა. რეფორმის ზუსტად მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ჩვენ მივიღოთ მაღალი ხარისხის პროფესიონალები და ეს პროფესიები პირდაპირ დაკავშირებული იყოს ბაზარზე რა პროფესიების საჭიროებაც არის, რაც უზრუნველყოფს გარანტირებულად მათ დასაქმებას და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ადგილზე გვყავდეს ჩვენი მოქალაქეები დასაქმებული და არ გვჭირდებოდეს კონკრეტული პროფესიების და ფუნქციების შესასრულებლად სხვა ქვეყნებიდან პროფესიონალების შემოყვანა. ეს, რა თქმა უნდა, ასევე ორიენტირებულია იმაზე, რომ შევამციროთ მიგრაციული პროცესები, იმიტომ რომ ჩვენი განათლებული თაობა გვჭირდება ჩვენვე, ჩვენ ქვეყანას ჭირდება. საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვის მიზიდულობა აქვს თავის სამშობლოსთან. არა გვაქვს სურვილი, რომ დავტოვოთ ეს ქვეყანა და როდესაც გვეცოდინება, რომ აქ გვაქვს იმ ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს გარანტირებულ დასაქმებას და ღირსეული ანაზღაურების მიღებას, რატომ უნდა გვინდოდეს ამ ქვეყნიდან წასვლა? ალბათ ამ ხელოვნური პროტესტის მთავარი არსიც ეს არის, რომ სწორად აღზრდილი, განათლებული და ჩამოყალიბებული საზოგადოებიდან ვერ მიიღებენ იმ მართულ პროპაგანდისგან გაბრუებულ ახალგაზრდებს, ვისაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ.